მოგესალმებით. მედია კავშირი ობიექტივის პირდაპირ ეთერშია გადაცემა ახალგაზრდული სული. ჩვენ დღევანდელი გადაცემის წამყვანები მე მარიამ კაპანაძე და ესმა გუმბერიძე გახლავართ. ჩვენს მაყურებელს გაგაცნობს ჩვენს ტელეფონის ნომერს 2388 105, ხოლო Skype-ის მისამართია ობიექტივი 2 ლათინური ასოებით. დაგვირეკეთ, გამოთქვით თქვენი მოსაზრება და ჩვენ შეძლებს დაგვარად გიპასუხებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. ჩემი თანაწამყვანი კვლავ Skype-ის საშუალებით შემოგვიერთდება. ესმა ჩვენთან ხარ? დიახ, მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა სამძიმარი გამოვუცხადო 13 ივნისის, ცოტა ხნის წინ ზუსტად 13 ივნისის ტრაგედიის წლისთავი იყო და ამიტომ უნდა მიუსამძიმრო, რა თქმა უნდა, ჩვენ ახალგაზრდული სულის სახელით დაღუპულთა ოჯახებს და ასევე მწუხარებას გამოვთქვამთ სხვა დაზარალებულთა მიმართაც. დღეს კი ჩვენ ვსაუბრობთ 14 ივნისის შესახებ, რომელიც არის ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე. ეს არის მეორე დღე, იმიტომ რომ წელიწადში ორჯერ აღინიშნება საქართველოში, ერთხელ 3 დეკემბერს, რომელიც არის საერთაშორისო დღე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა დაცვისა, ხოლო 14 ივნისი არის დაკავშირებული უშუალოდ უკვე საქართველოში 1995 წელს თუ არ ვცდები მიღებულ სოციალური დაცვის შესახებ კანონთან, რომელიც ასე თუ ისე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თვის გარკვეულ უფლებებსა და გარანტიებს ადგენდა. რამდენად სრულყოფილი იყო ეს კანონი, ამას ალბათ ცალკე გადაცემის მიღწევა შეიძლებოდა ამ საკითხის მიმართ. ჩვენ დღეს 14 ივნისზე და 14 ივნისის გამართულ ღონისძიებებსა და შშმ პირებთან მომუშავე ორგანიზაციებზე ვისაუბრებთ. ჩვენ დღევანდელი სტუმრები კი ხატია გავაშელი, ახალგაზრდული მედია კავშირის PR მენეჯერია. ქრისტინა კაპანაძე, საქართველოს სპორტსა და ახალგაზრდობის სამწუხაროდ ესმა არ გახალთ ჩვენს გვერდით ქრისტინა კაპანაძე, სულ 9 საათის წინ გავიგებთ ამის შესახებ და სამწუხარო ფაქტია ეს ბოდიში რომ ჩაგეჭერი. თუმცა მომავალში აუცილებლად მოახერხებს ჩვენს გვერდით ყოფნას უცბად მოვლენებში. არის სამწუხაროა, იმედი გვაქვს მომავალში შემოგვიერთდება. ასევე ბატონი ნუგზარ ჭიაბერაშვილი, ქართული ელიტისა და ჟურნალ განსაკუთრებული ჟურნალის დამფუძნებელი. ეს ჟურნალი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებით არის დასაქმებული. მოგესალმებით სტუმრებს. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. პირველი კითხვით კი თქვენთან უკვე მარიამი გათხოვა. პირველი კითხვით მანდილოსაც დავუთმოთ, რა თქმა უნდა, იმედია ბატონი ნუგზარი არ გვეწყენს და გადავალთ ხატიასთან. ხატია გვიანბეს შენი ორგანიზაციის, თუმცა კი ბოდიში ხდება უკაცრავად. თუ შეიძლება გავუშვათ 14 ივნისთან დაკავშირებული ვიდეო. სანამ შეკითხვით გადავალთ ხატიასთან. მოქმედების ობიექტები, იბრძოლეთ თქვენი უფლებებისთვის, იმხიარებოდეთ, გაგიბარჯოთ მე ხმა.
მოდი ხატია გვიანბე შენი პროექტების შესახებ, თქვენი ორგანიზაციის შესახებ, ანუ როგორ ახერხებთ ამ პროექტების გაკეთებას და რომელ ორგანიზაციებს უკავშირდებით ხოლმე? ზოგადად ანუ გვიანბე თქვენი ორგანიზაციის შესახებ. მივესალმები მაყურებელს, ობიექტივის მაყურებელს. ძალიან სასიამოვნოა ის, რომ თქვენ ასეთი არაჩვეულებრივი გადაცემა გაქვთ, სადაც აშუქებთ, ასე ვთქვათ, ახალგაზრდულ სულისკვეთებას, ისეთ ღონისძიებებს, ისეთ მიმართულებებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ჩვენს ორგანიზაციას, მე ასე ვთქვათ, მუშაობა დავიწყე, მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსათვის, რომელიც გახლავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაცია, ისინი გახლავთ ამ ორგანიზაციის დამფუძნებლები და შემდეგ უკვე ჩემი თანამშრომლები, ჩემი მეგობრები, რომლებიც მუშაობდნენ ამ ორგანიზაციაში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში ხო, გადავიდნენ სამუშაოდ, მათი აქტიურობიდან გამომდინარე, მათი საჭიროები, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი უნდა დავასაქმოთ, აუცილებლად უნდა მიეცეთ მათ თავიანთი თავის წარმოჩენის, თავიანთი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება, მათ ეს ყველაფერი გააკეთეს, აქედან გამომდინარე, შემდეგ უკვე ამ ორგანიზაციის მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსათვის ორგანიზაციის პროექტების და მათი იდეების, ასე ვთქვათ, გამგრძელებლები გავხდით ჩვენ ახალი ორგანიზაციით, ახალგაზრდული მედია კავშირი და ახალგაზრდული მედია კავშირი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსათვის, რომლებმაც ერთობლივად ძალიან ბევრი პროექტი განახორციელეს, ასევე ვაგრძელებთ. და წლიდან წლამდე უფრო ფართო შინაარსის, უფრო მასშტაბური ღონისძიებები იმართება, უფრო მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ცნობილი სახე, ასევე სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები არიან ჩართული ამ მიმართულებით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, სწორედ ეს არის ინტეგრაცია, ეს არის ინკლუზია, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძვით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემს საყვარელ ფრაზას, რომ ყველა საუკეთესო საშუალება ინტეგრაციის გახლავთ სპორტული და კულტურული ღონისძიებები, სადაც ადამიანებს შეუძლიათ დაამტკიცონ მათი შესაძლებლობები, შეუძლიათ დაამსხვრიონ საზოგადოებაში სამწუხაროდ გამეფებული, ეხლა საზოგადოების ყველა წევრზე არ არის საუბარი და ყველა ჯგუფზე, მაგრამ უმეტესწილად სამწუხაროდ ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც უყურებენ ეტლით მოსარგებლეს, უსინათლოს, მცირე მხედველს, ან სმენის არ მქონეს, ვაი, საცოდავი, უბედური. ამ დროს შეიძლება ის ყველაზე უბედური იყოს მათ შორის. ანუ რაღაცა ნიშნით აბსოლუტურად წარმოუდგენელია ჩემთვის, როგორ შეიძლება საცოდავი და რაღაცა ავადმყოფი უწოდო ადამიანს, რომლის მდგომარეობაა ეს უბრალოდ და ასეთი მაგალითები მე ჩვენ ახლა გადაცემის მსვლელობისას აუცილებლად მოვიყვან მაგალითებს თუ როგორ დაიმსხვეთ ჩემს თვალწინ აი სტერეოტიპები. აი მოდი ეხლა ამჯერად დავიწყოთ 14 ივნისთან დაკავშირებული ღონისძიების შესახებ, გვიანბე ამ ღონისძიებებზე და ამ ღონისძიებაზე და შემდგომში გადავიდეთ სხვა ღონისძიებებზე. როგორ ბატონო, ესე იგი საპილოტო პროექტი ჩვენ განვახორციელეთ შარშან, სხვა შორის 13 ივნისს, როდესაც აი რატომაც არ ვიცი 14 ივნისი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე საქართველოში დაარსებული და კვირეული იმართებოდა და რატომაც გადავწყვიტი, აი არ ვიცი, რაღაცა შინაგან მამიკარგდა ხა თუ რა მოხდა, არ ვიცი, ანუ 13-ში მინდოდა რომ გამეკეთებინა და დაგვეწყო და გაგვეხსნა ეს კვირეული. და აი სამწუხარო ტრაგედია მოხდა სწორედ 13-ში ღამე, ანუ 14-ში გამთენიისას, რაც მოხდა და ეს იყო საპილოტო, როდესაც ჩვენ ერთობლივად გავაკეთეთ ინტეგრირებული, ანუ მასში იყო ჩართული ყველა შეზღუდვის მქონე პირი, ცნობილი სახეები, პროფესიონალი სპორტსმენები, ჟურნალისტები და ასე შემდეგ და გამოვიდა ძალიან საინტერესო და რაც შეეხება წლევანდელ 14 ივნისს, ეს 14 ივნისი იყო მართლა გრანდიოზული, ძალიან დიდი ძალისხმევა დაშრომა ჩავდეთ ჩვენს და მე ბედნიერი ვარ, რომ ამ შენ ბევრი იწვალე ამისთვის, რომ რაღაც გაგონოს. კი, ნამდვილად მეც და ჩემმა მეგობრებმაც და ნამდვილად შედგა ეს 14 ივნისი თავისი
საინტერესო სპორტული და კულტურული ღონისძიებები თავისი ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი მეგობარი და მხარდამჭერი სტუმრების მონაწილეობით და მე გეტყვით, ნუ რა იყო 14 ივნისს ვიდეოში წარმოუდგენელი არის მოკლე ვიდეოში იმის გადმოცემა თუ იქ რა იყო. ანუ მთელი რეგიონების მასშტაბით, საქართველოს მასშტაბით რეგიონებიდან ჩამოსული ყველა შეზღუდვის მქონე პირი იღებდა მონაწილეობას ჩვენ დედაქალაქი დაუხვდით რეგიონებს და გავმართეთ ინტეგრირებული ესტაფეტა ეს რაღაცნაირად ჩვენ მოვიფიქრეთ როგორ შეიძლება და ეს გაგვეკეთებინა მასში იღებდა მონაწილეობას როგორც ეტლით მოსარგებლე გოგონა და ბიჭები ასევე ამპუტანტი ფეხბურთელები და საომარმოქმედებებში დაზარალებული ეტლით მოსარგებლები და ამპუტანტი ბიჭები ჯარისკაცები თავდაცვის სამინისტრომ გამოხატა გამოთქვა სურვილი რომ ყოფილიყო ჩვენი პარტნიორი და საომალოთაც გეგმავთ რომ ერთობლივად განვახორციელოთ სპორტული და კულტურული ღონისძიებები ასევე იქ იყო წარმოდგენილი ცნობილი სახე ჩვენი მხარდამჭერი და ჩვენი მხარდამჭერი სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურის წარმომადგენლები რომლებიც 6 გუნდი იყო სულ სპორტის სამინისტროს რომელიც ჩვენი მხარდამჭერი გახლავთ მთელი წლები არის უკვე რომ სპორტის სამინისტრო ასევე თბილისის მერია რომელიც ჩვენი გენერალური სპონსორია მხარდამჭერი უпростоრად და წლების განმავლობაში ვახორციელებთ უპრეცედენტო სპორტულ ღონისძიებებს საზოგადოებას ყოველთვის ვეუბნებით შემოგვიერთდი და ნახეთ ჩვენ რა შეგვიძლია და ეს ამნიშნულოვანია იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ საზოგადოება გაიზარდა და ჩამოყალიბდა თავის მიმართულებებით საგრძნობლად თუმცა ბევრი რამ არის კიდე დასახვეწი და ერთ რაღაცას დავამატებ რომ ეს ღონისძიება იყო ძალიან ყურებადი. ანუ ეს გუნდები ერთმანეთს რო ეჯიბრებოდნენ, გულშემატკივრებდნენ ერთმანეთს, რა თქმა უნდა, ყველა ის ადამიანი, რომელიც იყო ამ გუნდის მხარდამჭერი, თითოეული გუნდის სპორტის სამინისტროს, მერიის, კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრების, ასევე ჩვენი პარტნიორი გახდა ნიკორა ზედაზენი და ნუ მოკლედ თავდაცვის სამინისტროს. მოდი ამაზე ვისაუბროთ, როგორ ახერხებთ ამ პროექტების დაფინანსებას, ანუ კი სახელმწიფო სტრუქტურებიც გეხმარებიან, მაგრამ აი თქვენ ახსენეთ რომ ნიკორა სხვადასხვა ღონისძიებები ანუ როგორ ახერხებთ მათთან დაკავშირებას რა რეაქცია აქვს ანუ რამდენად ერთვებიან გესმით ანუ ზოგს შეიძლება ესეთი მომენტი ქონდეს რომ ან დაზარების მომენტი თუ აქვთ ან უკმაყოფილების შეგრძნებას თუ გამოთქვამენ ანუ რამდენად ჩართულები არიან ისინი ამ პროექტებში მე მაგალითად ვერ ვიტყოდი რომ ვინმეს შეიძლება ქონდეს უკმაყოფილების შეგრძნება ნამდვილად ვერ ვიტყოდი იმიტომ რომ ჩვენ რასაც ვახორციელებთ წლების განმავლობაში ვგეგმავდით უპრეცედენტო ღონისძიებებს, რომლებიც არ განხორციელებულა არათუ საქართველოში და მე გეკითხებით ნიკორას ზოგადად ორგანიზაციაზე. აი მაგასთან დაკავშირებით აი მაგედან ვიწყებ ზუსტად, რომ არ განხორციელებულა, იმიტომ რომ ეს იყო უპრეცედენტო, ეს იყო ნოუ-ჰაუ და აქედან გამომდინარე, არა მარტო ნიკორა წელს ჩაერთო ჩვენი ამ 14 ივნისის ღონისძიებაზე გახდა ჩვენი პარტნიორი, თუმცა ჩვენი პარტნიორები იყვნენ არ ვიცი შესაძლებელია თუ რა დავასახელო რეკლამაში არ ჩაგვითვალო უბრალოდ მოკლედ ძალიან ბევრი კომერციული სექტორი კერძო სექტორი და მათი ძალიან ბევრი ასე ვთქვათ სუბიექტი და აქედან გამომდინარე ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ იგივე პარაპლანი ეტლების შესახებ ანუ მე პარაპლანში თავად ვიღებდი მონაწილეობას ეს იყო განსაკუთრებული შეგრძნება ფაქტიურად ის იყო რომ ჩემი ოცნება ავისრულე ამ შემთხვევით მე არასდროს ანუ მე ვერ შევძლებდი ვერასდროს იმას რომ პარაპლანით გადმოფრენილიყავი და ეს თქვენი დამსახურება იყო პირველ რიგში რომ ეს განსაკუთრებული შეგრძნება მე არასოდეს დამავიწყდება, ხო? მოდი გვიამბე ამის შესახებ, ჯომარდობის შესახებაც გვიამბე, თუ შეიძლება. კი ბატონო, გიამბობთ იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც ჩვენ პირველი რაც ჩვენ გავაკეთეთ, საერთაშორისო დონის ტურნირი. მე გავიგე რომ ტარდებოდა აფროსნობის ტურნირი, შავი ზღვის პირეთის და მივიღე ასეთი გადაწყვეტილება რომ მოდი რატომაც არა იქნებ ჩავერთოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებით ამ ღონისძიებაში. მე დავუკავშირდი ფედერაციის პრეზიდენტს, ფედერაციის პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რა თქმა უნდა, გითხრა
დიდი სიამოვნებით. Რაღაცა საფრთხეები რაც იყო, ჩვენ აუხსენით, რომ პრობლემა არანაირი არ არის, იმიტომ რომ იგივე საფრთხე შეიძლება შეექმნეს აფროსანს და ასე შემდეგ. და ის ადამიანი, რომელიც მიდის ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, მან კარგად იცის ამ საფრთხეების შესახებ, თუნდაც პარაპლანის შემთხვევაში, ეხლა ექსტრემალური სპორტი არის, ხო, ასე ვთქვათ, სახეობა და აქედან გამომდინარე ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის მეც, ჩემ შვილსაც და ვინც ვიღებდით აქ მონაწილეობას ასეთ ღონისძიებებში, ვიცით ამ საფრთხეების შესახებ. თუმცა ძალიან მინიმალურ პროცენტულ ნიშნულზეა დასული ეს ყველაფერი, მაგრამ რაც შეეხება ამ აფროსნობის ტურნირს, მე არაერთხელ მომიყოლია ეს ისტორია, როდესაც ჩვენ ვიღებდით მონაწილეობას, აი ზუსტად მე რო გითხარით მოგიყვებით ისტორიას, ეს იყო ამბავი ესეთი, რომ რამოდენიმე ადამიანს, 2-ს ან 3-ს შეექმნა ესეთი პრობლემა, რომ კითხვის ნიშანი, ვაიმე რა გვეშველება, თუდად რო გახდნენ რაღაცა და საბოლოო ჯამში მოხდა ის, რომ დღეს ვართ თითოეული მათგანი ის შემოპირიმად ეს სტატუსით მოიხსენებ უბრალოდ ის ყველა ჩვენი მეგობარია და ის ადამიანები რომლებიც ფრთხილობდნენ და შიშობდნენ მათთან ურთიერთობას და ზღვაში გასვლას აბსოლუტურად დაემსხვათ ეს სტერეოტიპი და ეხლა უკვე სხვაგვარად უყურებენ. იგივე იყო თქვათ ფრენასთან დაკავშირებით. რატომაც ერთ დღეს მოვდიოდით ერთ-ერთი ღონისძიებიდან მე და გიორგი კოხრეიძე, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი პირველი პარასპორტსმენი, ერთ-ერთი არა, პირველი პარასპორტსმენი საქართველოში, გიორგის უთხარი რომ გოგა, რაღაცა ხო არ გვეფრინა. შეიძლება ამის გაკეთება. თუ კი ვინმეს უფრენია, ყველგან ვიყავით მისული. აბსოლუტურად იქ პარაშუტით, პარაპლანით, დელტა ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში მე უკვე გოგამ გააკეთა კონსტრუქცია და ამ კონსტრუქციით შესაძლებელია ამპუტანტმა სინათლომაც ეთით მოსარგებლებმაც იფრინოს და კიდევ რაც შეეხება ჯომარდობას, თქვენაც მითხარით ჯომარდობასთან დაკავშირებით, ასევე ან გოგა ამერიკაში რო იყო რაღაც წლების წინ, ნახეთ ფოტო, რო გოგა არის საჯომარდო ნავით. რატომაც არა, მოდი გავაკეთოთ აქ. საათრაფო დაუკავშირდით დავით კაცარავას, კაცარავამ გითხრა დიდი სიამოვნებით გავაკეთოთ ეს ამბავი. მოკლედ რა და შეიქმნა ადაპტირებული ნავი კონსტრუქცია, ეხლა სხვათა შორის სპორტის სამინისტრო გვაძლევს იმის თანხას, რომ მეორე ადაპტირებული ნავიც გქონდეს და უფრო აზარტული იქნება ორი ნავით, როდესაც ეჯიბრები. ამ შემთხვევაში წარმოქმნილი იქნება უსინათლოც, მცირე მხედველიც, ასევე ეთით მოსარგებლი, აი ამ კონსტრუქციით შეძლებს მიიღოს მონაწილეობა ჯომარდობის ტურნირზე. კიდევ რამე სხვა ღონისძიება ხომ არ გაქვთ იდეაში? კი, ძალიან ბევრი რაღაცები გვაქვს სხვათა შორის ჩაფიქრებული, განუხორციელებელი კიდევ გვაქვს საბედნიეროდ, იმიტომ რომ წინ გველის ეს ძალიან საინტერესო ღონისძიებები. თუმცა რაც შეეხება ეხლა რაც გვაქვს ასე ვთქვათ განსახორციელებელი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ჩვენ მივმართეთ წინადადებით რომ რეგიონები გაგვიაქტიურებინა სხვა შორის ისინი დაგვირდნენ რომ მომავალ წელს მათ ექნებათ უფრო მკაფიო და უფრო სერიოზული და უფრო ასე ვთქვათ კონკრეტულად მიმართული შედეგებზე და იქნება შეშმოპირების ჩართულობა რეგიონების მასშტაბით. ეხლა ვახორციელებთ საპილოტო პროექტს პარაოლიმპიური სპორტის სახეობაში ბოჩა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ უკვე მიიღეს გუშეთმა, გორმა, სამეგრელომ, ბაღდადმა და ეხლა ვაპირებთ გურია, აჭარა, მასშტაბურად კი, მასშტაბურად. საპილოტოა ეხლა ყველა რაიონი თუ არა, უმეტეს რაიონებს მოვიცავ და ძალიან საინტერესო სპორტის სახეობა გახლავთ ბოჩა და ბავშვები, მოზარდები, აბსოლუტურად ყველა შეზღუდვის მქონე ადამიანი შეუძლია მაშინ მიიღოს მონაწილეობა. სპორტის ღონისძიებები საკმაოდ სასიამოვნო შეგრძნებაა. პირიქით, ანუ ისეთ რა მომენტი იყო, თუნდაც პარაპლანით რო გადმოფრინთ, საფუძვლად ჩემს აზრს დავაფიქსირებ, თუ შეიძლება. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. მომენტი, რომ ანუ შიშის მომენტი ქონდა თითოეულ ჩვენგანს, თუნდაც შემოპირებს, ხო? და ეს შეგრძნება, შიშის შეგრძნება გადალახეს და ეს ყველაზე მთავარია, რომ რაღაცას როცა გადალახავ, მე უფრო წინ მიიწევ ამისათვის, ხო? ესაა ყველაზე ფსიქოლოგიური მომენტი აქ ესმით და ეს არის ყველაზე განსაკუთრებული თქვენი პროექტებიდან ჩემი აზრით, მე დიდი ძალიან კმაყოფილი ვარ ამისთვის. ეს მგონი დამეთანხმები, რომ ეს არა,
ჩვენ რო დღეს აქ ვარ და ჩვენი გადაცემაც რომ ეთერში გადის სპორტსა და ახალგაზრდობის დამსახურება, სხვათა შორის ნამდვილად ყველაფერი სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გრანტით დაიწყო. მე ასევე ხატიას მინდა ვკითხო, აი ბოჩა სპორტთან დაკავშირებით რომ განგვიმარტოთ, მე მაგალითად არ ვიცი ზუსტად რას ნიშნავს და ფართო საზოგადოებასაც და ასევე თუ შეიძლება რომ მოკლედ გითხრათ, რა ღონისძიებები, რა სპორტული შეჯიბრებები გაიმართა 14 ივნისს, ანუ რა სახეობის. ეს გახდათ ესტაფეტა გუნდური პრინციპით, როგორც უკვე გითხარით, მაშინ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირები და ცნობილი სახეები, ასევე გაიმართა პარაოლიმპიური სპორტის სახეობა ბოჩა, რომელზეც ახლა ვსაუბრობდით, ეს არის ბოჩა, დაახლოებით ჩვენს ბავშვობაში ალბათ თქვენს გითამაშიათ კოჭობანა, ანუ ცენტრალურ ბურთს უნდა ორმა გუნდმა, ან ინდივიდუალურადაც შეიძლება სხვადასხვა ფერის ბურთებია, უნდა მიუახლოვო შენი ბურთი ცენტრალური ბურთისა, ცენტრალურ ბურთს, თეთრს და ლურჯი და წითელი ბურთებით თამაშობენ მონაწილეები და თან უნდა ეცადო რომ მონაწილის შენი მეტოქის ბურთი რაც შეიძლება შორს გააგორო და მოაცილო ცენტრალურ ბურთს. ძალიან საინტერესო თამაშია. და პრაქტიკულად ყველა შეზღუდვის მქონე პირისთვის არის ხელმისაწვდომი. ასევე გაიმართა ჯიპა სტუდენტების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების და ახალგაზრდების ერთობლივი ნამუშევრები ფოტო გამოფენა კონკურსი, სადაც მათ წარმოაჩინეს იყო არის და იქნება აი ამ სწორედ ამ თემატიკაზე ფოტონამუშევრები. ძალიან საინტერესო იყო მათი ხედვა, ისინი არიან პირველი კურსის სტუდენტები მედია ხელოვნების და აქედან გამომდინარე ისინი არიან მომავალი PR მენეჯერები, მარკეტინგის მენეჯერები და საინტერესო და მნიშვნელოვანია სწორედ მათი ხედვა ამ მიმართულებით. ზარია ეთერში დიდი ბოდიში. მოგესალმებით, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით, მოგესალმებით თქვენს სტუმრებსაც და სტუმრებთან ერთი შეკითხვა მაქვს და ალბათ გამცემენ პასუხს. გოგონებო, თქვენ ესეთი ორგანიზაცია უსინათლოთა კავშირი თუ იცნობთ ამ ორგანიზაციას? ჩვენ ამ ორგანიზაციის წევრები გახლავართ, ბატონო. მაგ ორგანიზაციის წევრები ბრძანდებით? მაშინ ერთი შეკითხვა მაქვს. რამდენად სწორი პოლიტიკა აქვს მაგ ორგანიზაციას და რამდენად სწორად არის ჩართული ყველა უსინათლო მაგ ორგანიზაციის საქმიანობაში? სამწუხაროდ ახლა ეს ჩვენი გადაცემის ფორმატს არ შეესაბამება, მაგრამ რაც არის უკმაყოფილების შეგრძნება ყველგანა, ანუ უნდა მე თუ მკითხავთ, ძალიან ბევრი უსინათლოა, რომელიც თვითონ არ ცდილობს ჩაერთოს სხვადასხვა ღონისძიებებში. რაღაცები კი არის დასახვეწი, რაღაცები არის შესაძლებელი, ჩემი აზრითაც კი. ხო, ძალიან ბევრი პრობლემა ნამდვილად არ ვარყოთ ამაში, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენ უნდა მოვაგვაროთ, ჩვენ ვართ ამ კავშირის წევრები და ჩვენი ერთობლივი ანუ ჩვენი ერთობით შეიძლება რაღაცები შეცვალო იმის, რაც არ მოგწონს ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ასეთია. იმედია კითხვას სწორი პასუხი გავეცი და ამოწურეთ თქვენი მოკლედ ხატია გავგრძელოთ, ხო ინტერესი. კი ბატონო, ანუ ესმამ დამისვა კითხვა, შემდგომ იყო ესმა ამ ღონისძიებაზე, როგორც გითხარით, ეს ფოტოკონკურსი და გამოვლინდა გამარჯვებული, როგორც ესტაფეტაში გამარჯვებული გუნდი, ასევე ვინც ყველაზე უფრო უკეთ იასპარეზა ესტაფეტაში ინდივიდუალურად დავაჯილდოვეთ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრომ და თბილისის მერიამ, ასევე გამოვლინდა გამარჯვებული ბოჩაში, როგორც გუნდური, 3 ადამიანი, ასევე ინდივიდუალურად, ვინც აჩვენა საუკეთესო შედეგი, ასევე გქონდა ჩვენ ძალიან საინტერესო სპორტული ცეკვების ესტაფეტა. სადაც მონაწილეობა მიიღეს ეთლით მოსარგებლებმა, პარამოცეკვებმა, ამპუტანტმა და ეს ყველაფერი რაღაცნაირად ვითარდება და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ სპორტული ცეკვები ძალიან ლამაზი სანახაობა არის და მასში ჩართულია შშმ პირი. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან ყურებადი არის. მე ვფიქრობ, რომ სპორტი ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი სპორტი არის მთელ მსოფლიოში. მსოფლიო მაიტაცა და ნებისმიერ ქვეყანაში ყავს ძალიან დიდი მაყურებელი. სხვათა შორის ყველაზე დიდი მაყურებელი ყავს, ვიტყოდი, თქვათ, ოლიმპიური სპორტის სხვა სახეობებთან შედარებით, პარაოლიმპიური სპორტის სახეობებს და საქართველოში ეს ყველაფერი ვითარდება და ბოლოს იყო გაიმართა ინტეგრირებული კონცერტი, სადაც მონაწილეობა მიიღო
როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შემოქმედებითმა ჯგუფებმა და მე აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ გაოცებული ვიყავით უსინათლოთა კავშირის შემოქმედებითი ჯგუფების ფოლკის მიმართულებით ეს გახლდათ ანსამბლი ნანა და ასევე ვაჟთა ანსამბლი კრწანისი, ნანა გახლავთ ქალთა ანსამბლი, სადაც ჩვენი უსაყვარლესი მარიამი მღერის ძალიან კარგი იყო, მართლა ძალიან კარგი იყო და არაჩვეულებრივი ასევე ყრუთა კავშირის ანსამბლის ლილეს შემოქმედებითი ნომრები ძალიან კარგად იცეკვეს ჟესტურიანით იმღერეს, არ ვიცი რა, მართლა საოცრება იყო. ასევე ეხა ინტეგრაციის კუთხით იქ რაც იყო წარმოჩენილი აუთსაიდერი რობი კუხიანძე, რომელიც არის ჩვენი მოძრაობის, შეშმო მოძრაობის მხარდამჭერი და ფანტასტიკური გამოსვლა შემოგთავაზა. ასევე ფანი გრასი, რომელიც გახლავთ ახალგაზრდა ჯგუფი და მანაც არაჩვეულებრივად იმღერა და ძალიან ბევრი, გიორგი სუხიტაშვილი, რომელიც ასევე აფროსნობის ტურნირზე რომ ჩამოვიდა იმ დღიდან და ბოულინგიდან მოყოლებული სულ ცდილობს თუ აქვს 5 წუთის დრო აუცილებლად უნდა მოვიდეს და დაგვიჭიროს მხარი და თვითონაც ირბინა გიორგიმ და მოკლედ რაღაცნაირად წარმოაჩინა თავის შესაძლებლობები და მხარი დაუჭირა თავის გუნდს. ასევე იმ კონცერტზე მოხდა ის რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა და გთხოვდა თუ შეიძლებოდა რომ გამოსულიყვნენ ემღერად სხვა შორის ერთი ადამიანი მოვიდა და ვთხოვა რომ თუ შეიძლება მოგიწყვნით ლექს წავიკითხავ და ჩვენ რა თქმა უნდა მივეცით ამის საშუალება. ასევე არსებობს მედოლეთა ბავშვთა ანსამბლი გზება, რომლებმაც ფანტასტიკურად 100 ძალიან კარგი ნომრები შემოგთავაზეს. შეიძლება ითქვას რომ ეს საღამო იყო მართლა გრანდიოზული, მართლა შედგა და მართლა დამამტკიცეთ რომ ის რაც საზოგადოების რაღაცა ნაწილს გონია რომ შესაძლებლობა არის რაღაცნაირად ეს შეზღუდული, ჩვენ ამას ვამტკიცებთ ხოლმე რომ ჩვენ ბევრი რამე შეგვიძლია მათთან ერთად გავაკეთოთ. დიდი მადლობა შენ ამისთვის. ბონდი ბატონო ნუგზარი რო არ დაგვეჩაგროს, გადავიდეთ ბატონო ნუგზართან. აშკარად ნამდვილად დაგვეჩაგროთ. დიდი მადლობა შენ ამ კონკრეტული ღონისძიებების გაკეთებისთვის. მე გიხდი უღრმეს მადლობას ამისთვის და მოდი ესმა გადავიდეთ ბატონ ნუგზართან, ხო? ესმა ჩვენთან ხარ? დიახ, ან პირველ რიგში რა თქმა უნდა მოგესალმებით ბატონ ნუგზარ და თუ შეიძლება მოკლედ რომ მოგვიყვეთ თქვენ ასევე გამართეთ გარკვეული ღონისძიებები 14 ივნისს და ძალიან მოკლედ ამის შესახებ რო გითხრათ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ესმა, მე ამ გადაცემას წარმატებას უსურვებ, მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზია ობიექტივში მე არაერთხელ ვარ ნავყოფი სტუმრად. მანო თქვენს გადაცემაში ვარ პირველად სამწუხაროდ და საბედნიეროდ ის რომ მექნება კარგი ფეხი და ვიცი რომ გაგრძელება თქვენი ეს პროექტი ქალბატონო მარიამ და ვიცი რომ წარმატებული იქნება შემდგომშიც რაც შეეხება 14 ივნისის ღონისძიებას გასული წლიდან დავიწყებ მეც მაშინ თქვენც იყავით ქალბატონო ესმა ჩვენს ღონისძიებას ეს იყო საკრებულოში გამართული ღონისძიება შეკრება თქვენც იყავით იმღერეთ საქართველოს ჰიმნი რომელსაც არავინ არ ელოდებოდა რატოღაც უსინათლოთა ანსამბლიდან და ეს იყო სრული შოკის მომგვრელი ის რომ პირველივე წამებში დაიმსხვრა ნებისმიერი პოლიტიკოსის და ნებისმიერი დამსწრე საზოგადოების ნებისმიერი წევრისთვის ის რომ თურმე არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობა და თქვენ მარიამ ფეხზე ასე თქვა წამოაყერებთ ელი დარბაზი საქართველოს ჰიმნზე და გულზე ხელდადებული გისმენენ ამაყად და უკვე ფიქრობდნენ და დარწმუნდნენ იმაში რომ თქვენ მათზე შეიძლება მეტი იყავით ვიდრე ნაკლები ან მით უმეტეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები რაც შეეხება იმ ღონისძიებიდან დაიწყო ჩვენი კიდევ ერთი აქტივობა, თუმცა მანამდეც გვაქვს ერთი პროექტი, რომელსაც მე ძალიან მოკლედ გეტყვით იმასაც. ეს არის ჩვენი ყოველთვის ჩვენი განსაკუთრებული ჟურნალი აქტივობს არა მარტო იმითი, რომ მაგალითად შეზღუდული შესაძლებლობის პირები ყავდეს დასაქმებული ჟურნალში, არამედ აქტივობს. აი ამ ჟურნალთან დაკავშირებით მინდა გითხოთ, რამდენად რეგულარულად გამოდის, რამდენ და რა სიხშირით ასე თქვათ ასევე და თქვენ თქვით რომ დასაქმებული ყავთ ჯერ ისევ შეშინო პირები და თუ შეიძლება გითხარით დაახლოებით რა ხელფასებზე არის საუბარი რომ გამიმართლდეს ეს არის აბსოლუტურად ჩემი ორგანიზაციის თვითდაფინანსებაზე მიმდინარე ჟურნალი ეს არის აბსოლუტურად ჩემი და ჩემი გუნდის წამოწყება მისი უწმინდესობის კურთხევითაა ეს პროექტი თვეში ერთი არის ვცდილობ დავიცვათ პერიოდულად თუმცა იყო პერიოდები როდესაც მას გარკვეული მიზეზების გამო და ეს მიზეზები არის არასტაბილური მდგომარეობა არასტაბილური
როგორ ვთქვათ, ფინანსები და ასე შემდეგ, რომელმაც ძალიან ბევრჯერ პრობლემა შეიქმნა, მაგრამ არ ვეგუებით ამ პრობლემას და ვცდილობთ მაქსიმალურად იყოს სტაბილური. შესაბამისად, არის დაახლოებით თუ არ ვცდები 10 ადამიანი არის დასაქმებული. აქ არის ხელფასები არ არის, ეს არის ჰონორარული ანაზღაურება. ერთი მასალის ანაზღაურებას თუ საჭირო და მნიშვნელოვანი არის ხელზე მისაღები არის გეტყვით 15 ლარი და შესაბამისად ზოგს უგროვდება ერთ ნომერში შეიძლება 3 მასალა მოუგროვდეს, 4 მასალა, 1 მასალა. ზოგჯერ ვაკეთებთ ხოლმე ისე, რამდენიმე ნომერის მასალას ვაგროვებთ და მე ერთნაირად ვაკეთებთ ამ ჰონორარს, რომ უბრალოდ აზრი შეიძინოს მისმა გასამჯელომაც. რაც შეეხება ღონისძიებებს და სხვა შორის ვცდილობთ იმას, რომ მაქსიმალურად ავწიოთ ანაზღაურება ეს ერთი, მეორე ავწიოთ ალბათ პერიოდულობა და ხარისხი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ჩვენ ამით არ გვაყოფილებით. ჩვენთვის ამ ჟურნალში არანაირი კომერციული ინტერესი არ დევს გარდა ერთადერთისა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია ჯერ კიდევ ალბათ 18 წლის წინ დავიწყე ჩემთვის საყვარელი პროფესია ესაა ჟურნალისტიკა, რომლიდანაც ყოველთვის მე ვცდილობდა მაქსიმალურად ვაკეთებ იმას, რომ არც მეტი არც ნაკლები, სადაც ქვეყნის პრობლემა არის, დაუშვათ იქ ვიმუშაოთ, იმაზე დავაწვეთ, ანუ იმ პრობლემის აღმოფხვრა დავიწყოთ. ეს კიდევ ერთი გარემოებაა იმისთვის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გასულ წელს უბრალოდ 2 წლის უკან მოაწერა ხელი თუ 1 წლის უკან ევროასოცირების ხელშეკრულებას. ეს არის 359 პუნქტის მუხლის D პუნქტი, სადაც შეზღუდული შიშიმო პირების სოციალური დაცვა, სოციალური უფლებები, მათ შორის დასაქმება, მათ შორის რესოციალიზაცია, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს და რა თქმა უნდა ჩვენ ზუსტად აი ამიტომ ამ ჟურნალით, ამ ფორმატით რაღაცა პატარა წვლილი შეგვაქვს, თუ რა თქმა უნდა გამოგვივიდა ეს ყველაფერი. უკაცრავად რომ გაწყვეტინეთ, ძალიან დიდი ბოდიში, უბრალოდ დროში ვართ, ძალიან შეზღუდული, ამიტომ აუცილებლად უნდა გკითხოთ, რამდენიმე თქვენი დასაქმებული აცხადებს და აცხადებდა, რომ თქვენ მათ ამ ხელფასებსაც არ უხდით, ასე თქვათ, დროულად. ხოლო რა თქმა უნდა, დასაქმება და მეთანხმება ყველა რომ ნიშნავს შრომას ანაზღაურების სანაცვლოდ. ამიტომ თქვენთან ესეთი კითხვა მექნება, თუ კი ხელფასს ვერ არ უხდიდით, რატომ უწოდებდით დასაქმებულებს და არა მაგალითად მოხალისეებს, კონტრიბუტორებს და სტაჟიორებს და ასე შემდეგ. გასაგებია ესმა, მოდით მაშინ ესე ვთქვათ, მე ვიცოდი ამ გადაცემაში რომ მოვდიოდი, ერთ-ერთი თანაწამყვანი იყავი შენ და ვიცოდი ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მომიწევდა და ვიცოდი და ძალიან ჯიუტად და პრინციპულად მოვედი აქედან გამომდინარე ორ სხვა გადაცემაზე ვთქვი თქვენთან უარი. მათ შორის ერთ-ერთი იყო გუშინგავი და პარასკევს, ერთი უნდა ყოფილიყო ოთხშაბათს, იმ გადაცემაზეც უარი ვთქვი, შესაბამისად აქ მოვედი, იმიტომ რომ ერთი და იგივე ტელევიზიაში დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში და ერთი კვირის ინტერვალის დროს სამჯერ მისვლა ცოტა არ იყოს უხერხულია, სხვა თუ არაფერი ხო? არა, მესმის თემა ყოველთვის საინტერესოა, მაგრამ არასოდეს პოპულისტობის მიზნით, არასოდეს იმიტომ რაღაც ტელევიზიაში ვიზდე და რაღაც ღონისძიებებზე და ვილაპარაკო ჩემი სახე ჩანდეს, ამის არ ვაკეთებ. პოპულარობა მოგვიტანოს ამ გამოსვლა. არა, ზოგისთვის ეს პოპულარობაა, მე მგონი დამეთანხმებით. საკეთო ძრებს. მეგონი პოპულარობა დიდი მადლობა რომ თქვენ დაგვეთმეთ და ჩვენს გადაცემაში მოვიდეთ. არა, რა თქმა უნდა, გეტყვით, ვისაც ხელფასი დაუგვიანდა ქალბატონებმა, მან აუცილებლად მიიღო და ვისაც არიან ადამიანები, რომელიც თანადროულად იღებდნენ. უბრალოდ ეს ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ არც მეტი არც ნაკლები ჩვენ ორი ადამიანი ვართ, მე და ნეკა დარბაიძე, ფაქტობრივად ორი ადამიანის კისერზე გადადის დაახლოებით 10-15 ადამიანის გაძღოლა, ამ 10-15 ადამიანთან ზოგთან სახლში მიწევს მისვლა, არიან ადამიანები, რომლებმაც იციან რომ მათთან მე სახლში მიდივარ, რამოდენიმე ჩვენთან მოდიოდა ხოლმე, ხშირად ისე მოხდა ვერ მოვიდნენ, მოკლედ ეს იყო მხოლოდ ეს პრობლემი, სხვა არაფერი. აქედან გამომდინარე, ის ადამიანები ჩვენთან დასაქმებულები არიან და არანაირად მოხალისეები და ამ შემთხვევაში. უკაცრად ერთი რაღაც მაინტერესებს. ესმა ზარია ეთერში, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ? გამარჯობათ, პირველ რიგში მინდა ქალბატონ ხატიას გადავუხადო მადლობა თავის მიერ ჩატარებული ყველა ღონისძიების გამო და შემდეგ ბატონ ნუგზართან მაქვს შეკითხვა, თუ შესაძლებელი არის გამცეს პასუხი, რომ პირადად მე ძალიან ხშირად მქონია შემთხვევა, მომისმენია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ, რომ ხელფასს არ უხდის მათ და არის ამისთვის დამამტკიცებელი საბუთებით და ამის შესახებ რა სიტყვის. დიდი მადლობა, ანა ნაზღაიძე იყო ეთერში.
რა თქმა უნდა, კი, ესმა მე გითხარით, აქედან გამომდინარე ძალიან მართლა მოხარული ვარ დღევანდელ გადაცემაში აქ ყოფნით, აბსოლუტურად მოხარული. ვიცოდი კიდევ ერთხელ გავიმეორო ამ კითხვებზე მომიწევდა პასუხის გაცემა და ცოტა არ იყოს, მე მგონი უადგილო არის ამ კითხვების დასმა იმ ადამიანებიდან გამომდინარე, რომლებიც ცალსახად ხედავენ საკითხს და საგანს. სხვათა შორის თქვენის მხრიდან ქალბატონო ესმა აუცილებლად დღევანდელი თქვენი ხელმძღვანელობა და მომავალში ვინც ხელმძღვანელობა გეყოლებათ, მათ შორის ერთ-ერთი ჩემი ჟურნალისტი თქვენი ყავით. აუცილებლად გაითვალისწინებენ იმას, რომ შეიძლება თქვენს ხელმძღვანელობას თქვენც ან იგივე ანა ნაზღაიძეც ერთ დღით დაუჯანყდეს რაღაც უმიზეზო მიზეზების გამო დაუწყონ დავა. არ გვინდა ამაზე ლაპარაკი მეტი, მოვჭეთ ამაზე საუბარს. შეიძლება პიროვნებებზე ნუ გადავალთ. არა, არ გადავდივართ, უბრალოდ ეს იყო ჩვეულებრივი მარტივად დაგიხსნით შეკრული შეთქმული გადაცემის დაახლოებით ფორმატი ესეთი, რომელსაც ვიცოდი, ალბათ კიდე ერთი ადამიანი დარეკავს, სავარაუდოდ მასაც მივესალმები, გულთადად მოვიკითხავ, ანასაც წარმატებებს ვუსურებ. არა, მეც მართლა გასახობ, მაგრამ უბრალოდ ვალდებული ვიყავი. ბატონი ნუგზარი რო არ დავჩაგრო, ძალიან ხო დავაცადე. არა, ნუგზართან მაკითხოთ, რომ მეტი არაფერი. ანუ რასთან დაკავშირებული არის ეს პრობლემა? მე ნამდვილად არ ვიცოდი, მე ვიცოდი რომ სხვა თემებზე უნდა, მაგრამ ამენ თუ ეხეთ ჩემი ჟურნალისტური და მაინტერესებს. მე ჟურნალისტი ვარ და აი ხომ არ დაჩაგრეთ ბატონო ნუგზარ? არავინ არ დამიჩაგრავს, სხვათა შორის მათ შორის არც ანა არ დაჩაგრულა, ანას თავისი ჰონორარი პირველი ღონისძიებაზე იქ მიუტანეთ, სადაც იმიტომ რომ მე დავდივარ ადამიანებთან სახლში ღონისძიებაზე მოდიან, იქ ვაძლევ ამ ჰონორარს. ისე რომ ძალიან ვთხოვ ყველას, აი აბსოლუტურად. მე ვურიცხავ ხოლმე ყველას ჰონორარს. არა, მე ხელზე ვაძლევ, იმიტომ რომ კი, ამით მესია მნიშვნელობა როგორ ჩვენი სტუმარი გადავიდა არა მნიშვნელობა აქვს ამას ერთი წამი თქვენ წამყვანი ხარ თუ სტუმარი ჯერეს ამაზე მაინტერესებს და სხვა რაღაცა მაინტერესებს ხელზე როცა აძლევ ფულს ყოველთვის შეიძლება კითხვის ნიშანი გაჩნდეს რაც გაჩნდა რეალურად ხო ეს მათი პრობლემაა ეს ერთ-ერთი პრობლემაა არ არის ესმა ძალიან გთხოვ დიდი ბოდი როგორ მე ძალიან გაკვირვებული ვიყავი ხოლმე, იმით რომ საბანკო ანგარიშზე არ ხდებოდა გადარიცხვები. საბანკო ანგარიშზე, თქვენ საბანკო ანგარიშზე მე ვერ ჩავრიცხავდი, იქიდან გამომდინარე, თქვენი ანგარიში ჩემ ორგანიზაციას არ ემის და ეს არ იქნებოდა სწორი და ზუსტი. ესმა თუ ამდენი არიცით, შეგიძლიათ ეს იცოდეთ. კი ესია ხათია. ესია თქვენ ესია თუ ესია აკეთებ, თქვენ მაშინ ჩათვალეთ, რომ დანაშაულს ჩადიხართ. მე პირველად მესმის ეს რაღაცა თქვენ ვინ გაფინანსებთ? არა, ჩემი ორგანიზაციაა შეპესე. ეს აღნიშნა. შეპესე ხარ თქვენ ანუ ყიდით თქვენს პროდუქციას კი რა თქმა უნდა კი კი ბატონო ანუ კიდევ გაქვთ რაიმე შეკითხვა გადავდივართ თქვენ ჟურნალისტი ხართ და მე თქვენი ჟურნალისტი ვარ არა მე ჟურნალისტი ვარ მაშინ მე დაგისვათ კითხვა მაგრამ მე აქ ამისის არ მოსულა სხვათა შორის ძალიან დიდი მე აქ ამისის არ მოსულა მე აქ ამისის არ მოსულა და არც იმისის რომ თავი მიმართლო ვინმესთან განაცხენებულ ადამიანებს ხედავ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს რაღაცა კითხვები აქვს თქვენ არ არგუმენტირებული პასუხი გავიცეთ აბსოლუტურად არგუმენტირებული პასუხი გავიცეთ ამაზე მეტი პასუხის გაცემის უფლებას საკუთარ თავს არ მიცემ უბრალოდ იქიდან გამომდინარე იქიდან ერთი წამით რომ დანარჩენ შემთხვევაში მე რო პასუხების გაცემა დავიწყო მერწმუნეთ ეს იქნება ჩემი თავის და საქმიანობის შეურაცხყოფა ეს პრინციპების შეურაცხყოფა იქნება რომელიც მე გამაჩნია და ამას არა ძალიან გთხოვთ იყო ესეთი შემთხვევებიც, როდესაც საგადასახადოში გაორმაგებული ხელფასის ეს შენ რო საჩივარი დაწერე ისა, მოდი ბარემ ვაღიარო და შენ უფროსებს ეშინდოდეთ ამ შენი მომავალი განცხადების, ეს ერთი, ახლა მეორე. და რაც მთავარია, ერთი წამი. რაც მთავარია, ესმა. გადავალთ და კონსტრუქციულობა შევინახოთ. რა თქმა უნდა, კონსტრუქციულობას ვინარჩუნებ, უბრალოდ მე ვამბობ იმას, რაც სიმართლეა. ეს იყო მექანიკური შეცდომა და რაღაც ლაფსუსი გაპარული, რომელიც ლაფსუსი ჩვენ გავასწორეთ და თქვენ აბსოლუტურად ყველა ანაზღაურება მიღებული გაქვთ და ძალიან გთხოვთ ესმა მეორედ ამაზე აღარ გავემეორებ მე ამ თემას არ დაუბრუნდები ბატონო ნუგზარ უბრალოდ მე ჩემს აზრს გამოვხატავ თუ შეიძლება ზოგადად თქვენ ანუ ზოგადად ხდება ის რომ შუშამაპირები ეხა არასამთავრობო ორგანიზაციები მოგიყვანთ იმისთვის ამიტომ თუ რაიმე მე ჩემი რჩევა იქნება რომ თუ რაიმე უკმაყოფილება იქნება თუნდაც შუშამაპირების მიმართ ეს ამაზე გაღიზიანების და მუქარეს მომენტი კი არ გქონდეს ანუ გავითვალისწინოთ და ანუ რაღაცა ზოგადად მე პასუხი ესმა ძალიან არანაირად მაშინ მოდით ესე შევთანხმდეთ მე და მარიამ მიმოწერაში გქონდა თემა რომელიც თემაც უნდა ყოფილიყო მხოლოდ ღონისძიებებზე და არა პრობლემებზე შესაუბროთ ესმა მე მგონი ეს უკვე ტყუილს გავს და ეს უკვე მე მგონი მოდით ამიტომ
ძალიან როგორ უნდა მოდიოდეს როგორ უნდა ეთიკა უბრალოდ ეთიკა ქალბატონო ხატია ძალიან ერთი წინადადება მინდა ვთქვა ძალიან მნიშვნელოვანი და ამით ალბათ მე რაღაცა ბევრ კითხვაზე პასუხს გავცემ წლების წინ ჩვენ დავდიოდით ბანკებში და ხვდებოდით ხელმძღვანელობას და მოვუწოდებდით მათ რომ გაეკეთებინათ თავიანთი ფილიალები ადაპტირებული და განსაკუთრებულად ანუ პირველად ვისენაც მივედით ეს გახლავთ Liberty ბანკი და Liberty ბანკში იმ კაცის სახელი და გვარი არ მახსოვს ფინანსური მენეჯერი თუ დირექტორი იყო რომელიც ჩამოვიდა და სათაო ოფისი სადაც ჰქონდათ ისეთი სასწაულებრივი პანდუსი სადაც ფეხით ვერ ახვიდოდი არ იყო იქ ლაპარაკი რომ შეიძლება ასულიყავი ეტლით ელექტროეტლითაც აი ძალიან დიდი სისწრაფე რო აგეკრიფა და ასულიყავი აუცილებლად გახვიდოდი შუშის მეორე მხარეს ან მეორეჯერ მოიტეხავდა ის ადამიანები კისერს და როდესაც ნახეთ ჩვენ თხოვეთ ერთი წუთით რის კრამია ჩვენ თხოვეთ რომ თუ შეიძლება თქვენი ფილიალები გახადეთ ადაპტირებული იცით რა გვითხრათ რა საჭიროა ჩვენ სახლში მიგვაქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პენსია ანუ იმად გონიათ რომ სახლში რომ მოგიტანეთ ეს არაა კარგი ეს არის კატასტროფა ეს არის სირცხვილი იმიტომ რომ ჩვენ ვიბრძვით იმის რომ შეზღუდულმა შესაძლებლობის მქონე პირმა უნდა გამოვიდეს ბანკში თვითონ უნდა მივიდეს უნდა დასაქმდეს ტრანსპორტიც უნდა არსებობდეს და ასე შემდეგ კეთილი ინებას ნებისმიერმა ბანკმა და ძალიან კარგია რომ Liberty ბანკმა გამოასწორა ეს ხარვეზი ეხლა ნორმალური პანდუსი აქვს და კიდე აგრძელებენ ფილიალებში პარიზში არა მაბადე თემას კი ამიტომ ეს ყველაფერი დღევანდელი საუბარი ბატონ ნუგზარს თავის ძალიან ვთქვით მე მართლა უკვე დაჩაგრულად გძნობ თავს და ამ შემთხვევაში ცოტა არ იყოს მოდით ძალიან მცირე დარჩა და გვითხრათ თქვენი ღონისძიებების შესახებ იმიტომ რომ ძალიან მოკლედ გეტყვით აქ ღონისძიებები ნაკლებად გაინტერესებთ როგორც ხდება მაგრამ ეს ჩვენი საუბარი ჩემი და ესმა საუბარი ერთმა დეტალმა გამოიწვია 17 მაისს ქალაქ თბილისის მერი იყო მიწვეული საკრებულოში და მეც ვიყავი მან მიწვეული ჩემი განცხადების საფუძველზე მივედი როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია რომელსაც აინტერესებდა გარკვეული რიგი პრობლემები და საკითხები ხათია ესე არის ეს ერთი და მე იქ დაახლოებით 5-6 საკითხი დაუსვი ქალაქის მერს რომელზეც არც ერთი არ ქონდა პასუხი და უბრალოდ ძალიან მტკივნეული იყო ეს ყველაფერი მე ეს ინტერნეტ პორტალებს მივეცი ეს მასალა ეს ინფორმაცია და ამას მოყვა ყველაფერი ეხლა მსმენელი და მაყურებელი ალბათ ძალიან ადვილად მიხვდება ამ შემთხვევაში რომ ეს არც მეტი არც ნაკლები უბრალოდ მერია გაღიზიანდა ალბათ რაღაცაა და აქედან გამომდინარე დაიწყო ეს კონფლიქტი და ამაზე რაღაც მამაღალი ლაპარაკი თორე ჩემთან არავის დავალენება არ ქონია ჩემთან ყველა მის რაღაცა იმუშავა ძალიან პირნათელი ვარ ნებისმიერ ადამიანთან ნამდვილად არის თქვენი თუ კმაყოფილო არა მარტო მე და კმაყოფილო წეღან ერთი წამით ესმა წეღან მარიამ წეღან უსინათლოთა კავშირის საქმიანობაზე უსინათლოთა კავშირის საქმიანობაზე დარეკა ადამიანო მაშინ მიხედეთ უსინათლოთა კავშირის ჩემო კარგო თქვენც ხართ მისი წევრები და მაშინ იგნებებთ კეთილი და ყველაფერი ისე გააკეთეთ როგორც ყველა ადამიანს უნდა ესე არ არის ნაბადი ორგანო ადამიანების ხატია მე როცა საუბრობდი მგონი მორჩილად ვისმენდი თქვენს იმ საუბრებს თქვენ არ ვარ დებატებში მისვავდი და როგორ არ ვარ დებატებში მე არ გიშურები არა ჩვენ აქ ორივე რესპუნდები ვარ და ერთი წამი ჩვენ აქ ორივე რესპუნდები ვარ ძალიან გთხოვთ იქონიეთ ამ შემთხვევაში მოთმინება და ნუ გადაფარავთ ჩემს საუბარს ქალბატონი ხარ პატიქსებ თუ გიდათ გავჩვენდები როგორც ქალბატონი პატიქსებ და მოგისმენთ თუ გიდათ იავნანაიმ ღერეთ მაგრამ მე თავი დამანებეთ მაშინ რატო ვარ საერთოდ და გამიხსენით არა ესა დანარჩენი არც ერთი ჩემთან დასაქმებულს უბრალოდ ჩემთან პრეტენზიის გამოთვის შეიძლება მორალური უფლება არ აქვს იქიდან გამომდინარე ყველა მიიღო თავისი ანაზღაურება და ნუ რავი ნუ მეტყვის რომ ეთით რა მე მოხალისე ვიქნებოდი ეს ჩემთვის შეურაცხყოფა არის ეს არის იმ პროექტისთვის შეურაცხყოფა თუ თქვენ ამდენს ვინმე ვერაცნობიერებს რომ ეს არის მისი უწმინდესობის კურთხეული ჟურნალი და პროექტი აქედან გამომდინარე მე იმაზე მეტი პასუხის მგებლობა მაქვს აღებული ვიდრე დღევანდელ მერიას ან ნებისმიერ მის მსგავს ეგრეთ წოდებული ჩინოვნიკურ უწყებას მაბადია ჩემთვის ნეობა უფრო მეტია ვიდრე მერის მიერ დაწერილი და ხელმოწერილი კანონი რომელ კანონზე მე ლაპარაკება ქალაქის მერია როდესაც ყვითელი ავტობუსები ჩამოყავს და ადაპტირებული არ არის გაჩერება სხვათა შორის მხოლოდ ეტლით მოსარგებლეები ერთი წამით რადგან დებატებში ეს ვაკითხოთ და მაცალოთ პასუხი რადგან გადავდივართ იმ რეჟიმზე რომ რეჟიმი ძალიან საინტერესო და აქტუალურია მერწმუნდეთ ხოლო ეტლით მოსარგებლეების კეთდება პანდუსები რომელიც უვარგისია ეს ერთი რო იცოდეთ მეორეც ყველაზე მთავარი უსინათლოებისთვის მცირე მხედველობისთვის არაფერი არ გაკეთებულა ქალაქში
გაკეთდა მარიამ რამესად ძალიან, მოსასწრებზე? არა, აბა რას ბევრი მელაპარაკება ქალაქის პრობლემაა, მერი, ამასთან დაკავშირებით რომელიც ეს იწონებს სხვა თავს. თემაა. ამაზე რატო არის თქვენ ეს ხმარ მერია, წვრა და ან- თქვენ უსინათლო კავშირის წევრი და ერთ-ერთი მაბადეთ მცირე მხედველი ბრძანდება. დიახ. რატო ეს მამაზი არ ლაპარაკობს? მაინც და მაინც მუზაჭია ბერაშვილი გახდა თემა და ის რომ ამას ესმას ყველა- ჰონორარი ამაზე დაუდგენია და ყველა- ეს არა, გახდა არა, პრობლემა. გასაგებია. უბრალოდ ეს ეს უბრალოდ- სასაცილო სამარცხვინო რო არ იყოს. ეს უბრალოდ არასწორი დასახელება ქონდა ამას და ალბათ უნდა რას ქონდა არასწორი დასახელება? ხელფასის დონეზე ჩვენ მაგალითად მოყვარულის დონეზე ვართ აქ და არა, მე არ ვარ, ხელფასს მე არ არავინ არ ვიდება გვიხდის. მოყვარულები. მე იმ ადამიანებს დღეს ჩემთან რისი შესაძლებლობაცაა და რისი საშუალებაცაა იმ ჰონორარს უკეთებ და გულწრფელად ვუხდი. მე იმ ადამიანებთან იმიტომ მივდივარ სახლში, რომ ქალაქის მერიამ არც ერთმა მერიამ მით უმეტეს დღევანდელმა კეთილი არ ინება და არ გააკეთა არც მეტი არც ნაგები პანგი. სამწუხაროდ, ეს დროა ადამიანები ჩემთან მოიწურა. ვერ მოდიან სამსახურში. დიახ. და ყვითელი ავტობუსები მოყავთ. რისთვის ჭირდება ეს ესმა- ყვითელი ავტობუსები 150 წალი? სტრუქტურულად თანამშრომლობთ. ესმა სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა ძალიან დიდ ბოდიშს მოხდით. ძალიან სულ დროს ამოიწურა. ხო ძალიან საინტერესო ჩვენი დრო დროს. ამოიწურა და ზოგადად ჩვენ აქ იმისთვის ვართ ვილაპარაკოთ შეშემოპირებისთვის რაღაც უკმაყოფილება იქნება, მაგრამ ეს ყველაფერს უნდა გამოვასწოროთ. არა, მაბატი, დიახ, მე აქ ამოიწურა ძალიან დიდი ბოდიშს მოხდით, ამოიწურა. ყველაფერი უნდა გამოვასწოროთ და გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენ თუ შეშემოპირებ. დიახ, არა, ზოგ კი ბატონო. მე ბოდიშს გიხდით. ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, არაფერი საბოდიში არ გაქვს. პირიქით, მე მართლა მადლობელი ვარ და მადლიერი ვარ თქვენი ქალბატონ მარიამ, რომ მე ამ გადაცემაში მოვხვდეთ, ძალიან მარტივად დაფიქსირდა და ყველაფერი გაიგო, მათ შორის ნებისმიერმა ჩემმა თანამშრომლმა და შეშემოპირებმა და საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც ამ კარგ ტელევიზიას უყურებს და ამიტომ ვარ მართლა მადლობელი, რომ ბოლო-ბოლო ეს სიმართლე, ასე ვთქვათ, დიდი მადლობა გასტა. თქვენ მოსვლისთვის და ბოდიშს გიხდით რაღაც უკმაყოფილებას. ჩვენს მაყურებელს უკაცრავად ბატონო ნუგზარს ვასრულებთ ეთერს. ჩვენს მაყურებელს დავამშვიდობებით, დიდი მადლობა მოსვლენისთვის და ზუსტად 2 კვირის შემდეგ დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში.